ქართული მედია გარემო კი არა, ქართული საზოგადოება არის თვეობაში დღეს. შეხედეთ აი ამ პოლიციელებს. არც ეს არა აქვს ისევ რომ შემოbrუნდეს და სახეში შემოგვხედოს. შეხედე. ზურგიდან, ასე ზურგი დაუდგებიან საზოგადოებას და ჩაკოლავენ. ყველა მოქალაქეს ჩაკოლავენ. ამისი განცდა გქონდეს ყველას. იმიტომ რომ ესენი მივლენ ყველასთან, იმიტომ რომ ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის როგორ ვთქვა, კონკრეტული მაძებრები გამოშვებული გარეთ იმისათვის რომ დაიჭირონ მოქალაქეები. ყველა მოქალაქე უნდა დაიჭირონ ჯერ, ვისაც აქვს უსამართლობის განცდა, ვისაც აქვს ბრძოლის ჟინი, ვისაც აქვს თავგანწირვის უნარი, ყველა უნდა დაიჭირონ და მერე გადავლენ იმათზე, ვინც დღეს სამზარეულოებში იკეტება და პროტესტი აქვს ჩუმი და მერე გადავლენ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებზე. ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ანატომია ეგ არის, ეგ უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ის არ არის კონკრეტულად რომელიმე ერთი ადამიანისგან მიმართული, ის ვერ იტანს თავისუფალ ადამიანს, ის ვერ იტანს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს და ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას მეტი რა შეუძლია, რომ შედი, ჩემი, თითოეული ჩვენგანის თავისუფლება მოკლას. ეს არის მისი ფუნქცია. ჩვენი ადგილი არის დემოკრატიაში, ეგ უნდა უთხრათ ჩვენ. და ჩვენ ამით უნდა დავასრულოთ ეს ავტორიტარიზმი. ტელემაყურებლებო, დაიკარგება სიტყვის თავისუფლება და თქვენ დაკარგავთ თავისუფლებას. ახლა ხაზი გადის მედიაზე, მედია იბრძვის და ციხეში უშვებენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გავიმეორებ წლების განმავლობაში ამხელდნენ იმ კორუფციას, რომელსაც დღეს თურმე ახლა აღიარებენ უმაღლესი თანამდებობის პირები. საზოგადოებამ ნათლად უნდა გაიაზროს, რომ დღეს საქართველოს უზენაესი კანონი ძალის მიმტაცებელმა აქცია ფარატინა ქაღალდად. კანონი მოირგო საკუთარ თავზე. აგერ რუსთაველის გამზირის ტროტუარიდან რუსთაველის სავალ ნაწილზე, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა გახადეს ციხე. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უნდა გამოფხიზდეს. მედია არის საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის მთავარი ფილტრი. ამ ფილტრს ახლა ახშობს ქართული ოცნება, აუცილებელი არის გამოფხიზლება, აუცილებელი არის პროტესტის გამწვავება. ერთადერთი რისიც და ვისიც ეშინია რეჟიმს, ეს არის საზოგადოების გულწრფელი რისხვა.